Space Group ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში მეორე ნავმისადგომის მშენებლობა იწყებს. პროექტი ამერიკული DFC-ის 25 მილიონი დოლარის თანადაფინანსებით ხორციელდება. ახალი ნავმისადგომი ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობის გაზრდით. პორტის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს და პრემიერის განცხადებით ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის პროექტი საერთო მიზნით აერთიანებს სახელმწიფოს ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. Pace International-ის პრეზიდენტმა სოსოდოლიძემ განმარტა პროექტის საერთო ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 55 მილიონი პორტის მფლობელი კომპანია Pace-ის კონტრიბუციაა ამ პროექტში. ძირითადი ნაწილი 75 მილიონი დოლარი კი არის DFC-ის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციას მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხი. საერთო ჯამში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური 3-დან 5 მილიონ ტონამდე ტვირთებს დაამუშავებს. მშენებლობის მეორე ფაზა ითვალისწინებს კიდევ ერთი ნავმისადგომის მშენებლობას, რის შედეგადაც ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით გაიზრდება. ახალი ტერმინალი მოემსახურება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში და საქართველოში წარმოებული მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისათვის, ისე მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. საერთო ჯამში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური 3-დან 5 მილიონ ტონა ტვირთამდე დაამუშავებს. ნავსადგურის სიღრმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძლევა საშუალებას მივიღოთ Handymax-ის ტიპის გემები, რაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცენებას განახორციელოს ინვესტიციები მდგრად ინიციატივებში, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს როგორც შუადერეფნის ბუნებრივი სატრანზიტო ჰაბის პოზიციას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებული შტატებისა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე 3 ათწლეულზე მეტს ითვლის. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში განვითარების კორპორაციამ საქართველოში კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეს მოხარულები ვართ აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუადერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობას, გაგრძელებას მოემსახურება. ჩვენ საფუძველს ვუყრით პორტის შემდგომ გაფართოებას. ეს პროექტი მას მისცემს შესაძლებლობას ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებსა და გლობალური მოთხოვნების აღნიშნულ გაფართოებას. ეს ყველაფერი ფოთის პორტს საშუალებას მისცემს მიიღოს ბევრად უფრო დიდი ზომის გემები, გაატაროს მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. DFC არის ამერიკის მთავრობის საინვესტიციო ერთეული. ეს უზრუნველყოფს გლობალური მიწოდების ჯაჭვს. მუშაობს პირდაპირ კერძო სექტორთან გრძელვადიანი ინვესტიციების ფარგლებში. ეს გაფართოება მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშის წესებს. დაახლოებით 1 მილიონი ტონა დაემატება ტვირთბრუნვას და ის ტრანსკასპიურ დერეფანს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ბოლო წლებში შუადერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი, საქართველო იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებას საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს, ბოლო 3 წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენ სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენი ამოცანა ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით უპასუხოთ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას, ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლის ხმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია.